იშხანის ტაძართან დაკავშირებით მოლაპარაკებები თურქეთის დედაქალაქში გაიმართება. გამთენიისას ანკარაში კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მეზანდარი გაემგზავრა. ის ოფიციალურ შეხვედრას თავის თურქ კოლეგასთან გამართავს. შეხვედრას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ქართული მხარე იშხანზე მიმდინარე სამუშაოებში ქართველი ექსპერტების ჩართვას მოითხოვს. ამჟამად ტაუკლარჯეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ტაძარში უკვე განადგურებულია მრავალსაუკუნოვანი ფრესკების ნარჩენები. 12 აპრილს ანკარაში შედგება შეხვედრა ჩვენი სამინისტროების წარმომადგენლებს შორის. საქართველოს მხარეს წარმოადგენს მარინე მიზანდარი, რომელიც შეხვდება თავის თურქ კოლეგას კულტურის მინისტრის მოადგილეს. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საქართველოს საელჩოს, თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. იმ ინფორმაციით, რასაც ჩვენ ვფლობთ, რთული ვითარებაა, მათ ყოველ შემთხვევაში უკვე ადგილზე ნახავენ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ჩვენივე თანხებით მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა კვლევით სამუშაოებში. ეს გულისხმობს არქეოლოგიურ კვლევებს, სახელოვნებაცოდნეო კვლევებს, გეოლოგიურ კვლევებს, რომლებმაც უნდა მიცეს სწორედ პროექტს სწორი მიმართულება და სწორედ აი ამ პროექტით უნდა განხორციელდეს შემდგომ სარესტავრაციო სამუშაოები. ყველაზე პრობლემატური რაც იყო ხდებოდა მიწის დონის დადაბლება ტაძარში შიგნით და შესაბამისად არქეოლოგიური ფენების მოხსნა და გარეთ გამოტანა. ეს პროცესი შეჩერებულია. მეორე შეჩერებულია აი მოჭრილი მიწის მასის ტაძრის ეზოდან გარეთ გატანის და გადახდის პროცესი. თუმცა გრძელდება გარკვეული სამუშაოები, მაგალითად გრძელდება ხარაჩეების მონტაჟი, ასევე მუშები ახარისხებენ მასალას გამოტანილი მიწის მასიდან გამოარჩევენ ქვებს ცალკე, სხვა ფრაგმენტებს ცალკე და ალაგებენ შესაბამის ადგილებში. თავისთავად ეს ცუდი არ არის, თუმცა ცუდია ის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს სპეციალისტების მონაწილეობისა და ზედამხედველობის გარეშე.